აბა მურუსიძე გვეუბნება, რომ ბესარიონ ალავიძის მონათხრობი, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს ეს ყოფილი მოსამართლე ზეწოლის გამო თავის მოკვლასაც კი აპირებდა სასაცილოა და სასაცილოა იმდენად, რომ ამ საქმეზე გამოძიებაც კი არ უნდა დაიწყოს. მურუსიძე ამბობს, რომ ეს ჩანაწერი პოლიტიკური მიზნით გავრცელდა, ეს უკავშირდება 4 ოქტომბრის მოახლოებას და მიზანი არის ამ დღეს დაგეგმილ პროტესტს დამატებითი მუხტი შესწინონ. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში კი მურუსიძე გვიმტკიცებს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და მოსამართლეები ნებისმიერ საქმეზე, მათ შორის მისი მტკიცებით გამონაკლისი არის რუსთავიორის საქმე ყოფილა, გადაწყვეტილებებს იღებენ დამოუკიდებლად. რაც შეეხება უშუალოდ მურუსიძის წინააღმდეგ ბესარიონ ალავიძის ამ ჩანაწერში გავრცელებულ ბრალდებებს, ალავიძე ამბობს, რომ საქმე უკავშირდება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესახებ დავას და იმ მიზნით, რომ ამ დავაში მას მიეღო პატარკაციშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება, როგორც ალავიძე იხსენებს, ის კლანის წევრებმა, მათ შორის მურუსიძემაც სასამართლო სისტემის გარეთ, სასამართლოს შენობის გარეთ კაფეში დაიბარეს და საქმე ქუჩურად გაურჩიეს, თუმცა როგორც მურუსიძე ამ ბრალდების საპასუხოდ გვეუბნება, ის ვერ იხსენებს, რომ კაფეში წასაყვანად ბესარიონ ალავიძე ვინმეს ავტომანქანის საბარგულში ძალით ჩაესვა. მურუსიძე საუბრობს ალავიძის არაკომპეტენტურობაზეც და ამბობს, რომ ამ ყოფილი მოსამართლის ერთადერთი მიზანი იყო საზღვარგარეთ თავშესაფრის მიღება. ის მთავარი მიზანი ყოფილა, რომ უცხოეთში მიიღო თავშესაფარი, ხო? ისეთი აბსურდული თემა არის, ხა რაზე უნდა ვრო. ეს არის განაცხადებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რო ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად თუ რამე მტკიცებულებები აქვს წარმოადგინოს. მან თქვა, რომ აქვს მტკიცებულებები. შესაძლოა იმ შეხვედრის ჩანაწერიც ჰქონდეს, რომელშიც შესაძლოა თქვენც მონაწილეობთ. 12-13 წელია საერთოდ არ ჰქონია კონტაქტი. აი საერთოდ არ შეხვედრილი ვარ და საერთოდ აი არავით არის შეხება მასთან არ ჰქონია. რა მტკიცებულება თუ აქვს წარმოდგა, ვერავით არ მტკიცებულება ვერ ექნება. მე როგორ აბსურდულ რაღაცებს იძახეს იქ ქალბატონებს აბრალებს, რაღაც ოთახში ჩამკეტესო, ტელეფონი არ ქონდა, მობილური ვერ დავრეკეო. ქსელის ტელეფონიდან დაგელეკაო რო ეუნებენ, არაო, ეხლა ვერ დავრეკავდიოთ. აი 1000 რაღაცა. აი კაფეში შეხვედრის ეპიზოდსაც უარყოფთ ბატონო ლევან მეტალურგიული ქარხნის საქმეზე. რაზე ვსაუბრობ? საქმე ქუჩურად გამირჩიესო, ამბობს თქვენ შესახებ. როგორ გაურჩიე და ისა იძახეს რომ ჩემი ნების გარეშეო წამიყვანეს კაფეში რა საბარგულში ჩავტენე თქვათ რაღაცა მე ხმამაღლა მიყვირობდე. ანუ კაფეში შეხვედრა შედგა. ამას ამბობს თქვენ. კაფეში არა, მე არაფერს არ ვამბობ. ქირურგთან ვიყავიო შეთანხმებულიო, ოპერაცია უნდა გამეკეთებინო. თქვენ წარმოგიდგენთ საქართველოში აი რომელიმე ქირურგი რომ უთხრა ერთი მოდი თუ შეიძლება ოპერაცია გამიკეთე. რაქვი არაფერი არ მჭირს, მაგრამ მოდი ერთი ოპერაცია გამიკეთო. აი წარმოგიდგენთ. ის ამბობს რომ ძიმე ზეწოლის გამო მოუწია ამ ნაბიჯის გადადგმა. რა ზეწოლის გამო ჯერ ეს ერთი ის არის რაქვია ოპერაციის გაკეთება როდის ყოფილა საქმის აცილების საფუძველი. ხო გაიკეთე ოპერაცია, გამოდი და რაღაც განიხილდე, ხო საქმე, ხო? რუსთავიორის საქმეს მე მოვაწერე ხელი. რაებს ველაპარაკებით აბა. მაგრამ ესეც იძულებით მოხდაო ამბობს. აი რომელი იძულებით მოხდა სტრასბურგის გადაწყვეტილებამ ძალაში დატოვა. რას ნიშნავს რაღაცა აი ჩემი იძულებით რაღაცას ხელს აწერ. მოსამართლე ხარ, ხო? ერთი კითხვა რატო არ დაუსვეს, ანუ თუ რაღაცაზე წინააღმდეგ იყავი, რატო მოაწერე ხელი? ვინ შეაშინდა რაღაცა? იძულებით ძალდატანებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით ის საუბრობს ამ ფაქტორებზე. რომელიც 3 წელს უკან განაცხადა ეს და რა ხედითმა ჩამოუვარდა. რა ის რა 3 წლის წინანდელ ამბავს მეუნდებით. 3 წლის დროინდელ ამბავზე მელაპარაკებით 3 წელი თბილისში დადიოდა. საერთოდ შეხვედრილი რო არ გადაყრი რო არ არჩევნები რომ არის, უბრალოდ დაგჭირდათ რაღაცა, ხო? და შესაბამისად ეს თემა წამოწიეთ და თუ შეგიძლიათ თქვენ გითხრათ ბატონო ლევან, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქმეები არ ლაგდება სასამართლო სისტემაში. მმართველობის პირობებში სასამართლო გახდა დამოუკიდებელი. მე მიმუშავია ადრეც და მიმუშავია ეხლაც. და უამრავ მოსამართლეს თქვენს გაგიპიარებიათ ხოლმე მიუღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საერთოდ შეიძლება არ აწყობს ხელისუფლებას, მაგრამ ვინმეს რამე ხელითმა ჩამოწვენია თვითონ. ბატონო ლევან, ამ საქმეზე ჩვენების მისაცემად მზად ხართ? ესე იგი მე ზოგადად პრობლემა არ მაქვს თუ ნებისმიერ რაღაცა ჩვენება მივცე, იმიტომ რომ ეს აბსურდული თემა არის, მაგრამ იმდენად სასაცილო თემა არის. აი გამოძიებას არ უნდა დაიწყოს, იმდენად სასაცილოა? ვიცი ახლა იმდენად სასაცილოა და მურუსიძეზე გაცილებით მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ჩვენთან საუბრისას ვასილ როინიშვილი, რომელიც ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და რომელიც ასევე ფიგურირებს იმ სკანდალურ ჩანაწერში, რომელიც ეკუთვნის ბესარიონ ალავიძეს. ამ ბრალდებების საპასუხოდ ვასილ როინიშვილი ამბობს, რომ საქმე გვაქვს ზღაპართან, სწორედ ეს სიტყვა გამოიყენა მან ჩვენთან საუბრისას და ამ გზავნილით დაასრულა კიდეც კომენტარი, რაც შეეხება დიმიტრი გრვიტიშვილს, ჩვენ მასაც ვესაუბრეთ ამ სკანდალური ჩანაწერის შესახებ, ისიც კლანის წევრად ფასდება, მათი გზავნილები კი
როგორც სირკვევა არის, როგორც ჩანს არის შეთანხმებული, რადგან ყველა მათგანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბესარიონ ალავიძის მიერ გავრცელებული ეს მონათხრობი არის ცილის წამება, დეზინფორმაცია და არც ერთი ის ბრალდება, რომელსაც ამ ჩანაწერში ვისმენთ, რეალობას არ შეესაბამება, ეს ვითხრა მათ შორის დიმიტრი ბრიტიშვილიც. ბესარიონ ალავიძის ჩანაწერს მოისმენთ, ტელეკომპანია ფორმულა და გიკავშირდებით. ამ ჩანაწერში თქვენს გახსენათ მეტალურგიული ქარხნის საქმეზე, თქვა რომ თქვენც იმყოფებოდით იმ კაფეში, სადაც მისგან ითხოვდით ამ საქმეზე პატარკაციშვილის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებას. შეგიძლიათ ეს დაადასტუროთ ან მოაყოთ? ზღაპრებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ, კარგად ძალიან. ზღაპარი რა ნაწილია ამ განცხადების? ნაწილი. ეს არის აბსურდი და უსინგით ცილის დამება. კითხვები რო ქონდეს ამ ადამიანს უკვე 4 წელი ამას ლაპარაკობს, ზოგადად სულ 1 წლის ბოლოდან 4 წელი ამას ლაპარაკობს, რომ კამერო იყოს უნებაში, რა თქმა უნდა, წარმოადგენდა. ყველაფერი ეს მიმართული არის პოლიტიკური თავშესაფრის მიღებისაკენ, ანუ ადამიანი თუ მოტოდებულია, რომ ამ ხილოს სისტემა მაშინის სისტემის შიგნით უნდა იყოს, ხო? რამდენიმე წლის განმავლობაში ამ კითხვებზე ვიქცების მიხედავთ, ამ კითხვებს არ წარმოადგენს, იმიტომ რომ უნებაში არ არსებობს. და თუ ეს სიმართლე არის და ნამდვილად მან წარმოადგინა ეს მტკიცებულებები, ის ამბობს, რომ აქვს ვიდეო ჩანაწერი. ეს წარმოადგენს და მე ვნახოთ. თქვენ არ გჯერათ, რომ მსგავსი ჩანაწერი არსებობს? არ ვჯერ. საქმეები არ ლაგდება, პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. საქმეები სასამართლოში არ ლაგდება, საქმეები იხილება სასამართლოში, ამასაჯულება ხორციელდება კონსტიტუციის და კანონმდებლობის განუხრელი დაცვით ჩემი კოლეგების მხრიდან, კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის პრინციპების საფუძველზე. დიმიტრი ბრიტიშვილი, რომლის კომენტარსაც უსმენდით, აქვე გეტყვით, რომ არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც, სპეციალისტები კი ამბობენ, რომ იმ სკანდალური ჩანაწერის შემდეგ, რომელიც ბესარიონ ალავიძის მონათხრობს შეიცავს, სწორი იქნებოდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება გაევრცელებინან, სხდომა მაინც ჩაენიშნა ამ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე რაიმე რეაგირება საბჭოს მხრიდან არ გვინახავს. ამ დრომდე დუმს პროკურატურაც არა და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ბესარიონ ალავიძის მონათხრობი შეიცავს არაერთ ნიშანს იმისა, რომ შესაძლოა საქმე ჰქონდეს არაერთ სისხლის სამართლის დანაშაულთან და ამ საქმეში საჭიროა სწორედ შესაბამისი საგამოძიებო უწყებების ჩართვა, თუმცა ამის მოლოდინი არ აქვთ რეჟიმის ოპონენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ალავიძის ეს მონათხრობი არის მორიგი დადასტურება იმ მტკიცების, რომელიც მანამდე დიდი ხნის განმავლობაში ისმოდა ქართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ და რომლის მიხედვითაც სასამართლო სისტემა კლანის ხელით ახლა მთლიანად სწორედ ივანიშვილის გავლენასაა დაქვემდებარებული. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ამ განცხადებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ ეს არის გამოძიების დაწყების საფუძველი. არაერთ ამბავთან დაკავშირებით შეიცავს დანაშაულ ინფორმაციას დანაშაულის შესახებ. ეხლა სხვა ამბავია, მე გამოძიება რომელ ეპიზოდთან დაკავშირებით სადმივა, მაგრამ როგორც მინიმუმ უნდა დაიწყოს ამასთან დაკავშირებით გამოძიება და ყველა ის ფიგურანტი ეხლა ვინც მითითებულია ხომ სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით უნდა იძლეოდნენ განმარტებებს ამ საქმესთან დაკავშირებით. საქართველოში ყველა ოჯახმა იცის, რომ სასამართლოში რამე რო დასჭირდეს, თუ ის გადაიკვეთება ბიზნა ივანიშვილის ან რომელიმე მისი კლანის წევრის ინტერესებთან, ის საქმეს ვერ მოიგებს, რამდენად სამართლიანიც უნდა იყოს მისი პოზიციები. ეს იცის ყველა. და ეს ბევრი წელია ასე იცის ყველა. და ის რომ ჩვენ აი განსაკუთრებული დეტალებით ვიგებთ თუ რამდენად მტკივნეული პროცესია ეს ზოგიერთი ადამიანის, რამდენი ადამიანი იჩაგრება, რამდენ ადამიანს ძალიან ცუდად ექცევიან იმისთვის, რომ თავისი გაიტანონ, გვიბიზგებს იმისკენ ვიბრძოლოთ აი ამ მანკიერი, დაუნდობელი და თავისი არსით რუსული სისტემის დასასრულებლად. ძალიან კარგია თუ უფრო მეტი ადამიანი მოისმენს ამას და უფრო მეტი ადამიანი დაიჯერებს ამას. ბოლო მოვლენება სხვათა შორის აჩვენა, რომ სასამართლო გვაქვს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, აქამდე მოქალაქეებს არ აინტერესებდათ მაინც რაღაც სასამართლო მე რატო შემეხება. აი ეხლა ამ პროცესები რო იყო და მე სანამ დაიხურებოდა ხალხმა ნახა რა მდგომარეობა გვაქვს სასამართლოებში. და ეხლა ესეც დამატებითი ინფორმაცია, იმიტომ რომ მე ბჯერა იმის, რომ სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას და აუცილებლად ყველაფერი საბოლოო ჯამში გახდება საჯარო და პროპაგანდას დამარცხდება.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის ეს მონათხრობი 3 წლის წინანდელია, ჩანაწერი 2022 წელს მომზადდა და როგორც უკვე გითხარით, ის შეიცავს ცნობებს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ქართული ოცნება ზეწოლის ბერკეტებს იმისთვის, რომ სასამართლო კლანის დახმარებით კონკრეტული მოსამართლეები აიძულოს, რომ რეჟიმისთვის მნიშვნელოვან საქმეებზე სწორედ რეჟიმისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღონ. ბესარიონ ალავიძე ამბობს იმასაც, რომ მას აქვს მისი მონათხრობის დამადასტურებელი შესაბამისი ჩანაწერებიც და არ არის გამორიცხული, რომ მან ამ ჩანაწერების გასაჯაროვების გადაწყვეტილებაც მიიღოს.